თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ეს არის სტიქიის შემდგომი მოქმედებები, რომელიც ხელისუფლებამ ფაქტობრივად ჩააგდო, მაგრამ ამას მოკლედ რო შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, წინ უძღოდა სტიქიამდე მთელი რიგი პროცესები და პირდაპირ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შოვის ტრაგედიას ყავს კონკრეტული სისხლის სამართლის დამნაშავეები. ხელის გულზე დევს, როდესაც ეს ადამიანები აღარ იქნებიან მიტაცებული ხელისუფლების ნაწილები, ეს ადამიანები აუცილებლად გასამართლებენ და ვინ კონკრეტულად ამ შემთხვევაში? დავითაშვილი, რომელიც იყო გარემოს დაცვის მინისტრი, რომელსაც ევროპულმა სახელმწიფოებმა აჩუქეს ფული 70 მილიონი ევრო იმისთვის, რომ ადრეული შეტყობინებების სისტემები დაემონტაჟებინა, მას შემდეგ რაც დევდორაგზე მოხდა ტრაგედია. ეს ფული აბსოლუტურად არც ერთი მოიპარეს. ეს ხალხი ახლა ჩვენ რო ვეძახით ამათ კორუფციონერებს, ამათ ეს პატივია. ესენი არიან ჩვეულებრივი მექთამეები. აი საბჭოთა კავშირის გადმონაშთები, აი ერთ-ერთში გვანან იმ ადამიანებს, იმ ჩინოვნიკებს, ვინც ქრთამს იღებდნენ. და ამის სანაცვლოდ აკეთებდნენ ყველაფერს. და შოვის ამბავი მეორე დამნაშავე, ესე ვთქვათ, სისხლის სამართლის წესით, რომელიც აუცილებლად დაიჯება, დარწმუნებული ვარ, ინფრასტრუქტურის მინისტრი ქარსელაძე. ესე იგი, 2 წლით ადრე, როცა სტიქია მოხდა, პირველი ნიშნები აი მდინარე ბუბაზე, ხო? გამოყვეს მას შემდეგ 9 მილიონი ნახევარი ლარი. და რა გააკეთეს? იქ სადაც თავიანთი ადამიანი ეგულებოდა ცანსეთ შოვის მეპატრონეები, იქ კარგად გააკეთეს დამცავი ნაგებობები იმისათვის, რომ დაეცვა მოვარდნილი ღვარცოფიდან ის რაც მოხდა, რეალურად მაგან იმუშავა და 65 ადამიანი დაახლოებით გადარჩა იმ სანსეჩოში, მაგრამ მეორე ნაწილი, რომელიც არ დაამთავრეს და იქ გელა გუტაშვილი, რომელიც მიუღებელი ადამიანი იყო ხელისუფლებისთვის, მისი პოზიციებიდან გამომდინარე, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, ანუ ამასთანაც გვაქვს საქმე, რომ აკეთებენ იქ, სადაც მისიანებს ხედავენ, აკეთებენ იქ, სადაც მათი მოწინააღმდეგე არის. ყვებოდა პირველებთან, რომ ხელით შემეხნევა ამისო, რომ კრიტიკული ხო და მთელი ამბავი ის არის, რომ ის დაუსრულებელი სამუშაოები, რომელიც ქარსელაძემ არ დაასრულა, თუმცა მიღება ჩაბარებაზე ხელი აქვს მოწერილი 9 მილიონი ნახევარი დაიხარჯა, მაგრამ არ არის დახარჯული არაუმეტეს 6 მილიონისა და ეს ყველა მიცის იმ სოფელში. აბსოლუტურად ყველა მიცის. და გამოიწვია ის, რომ ზუსტად იმ ადგილზე გამოარღვია ღვარცოფმა და ის 33 ადამიანი მცირეწლოვანი ბავშვებიც გარდაიცვალნენ იმ ადგილზე. რო გაეკეთებინათ ის, როგორც გათვალისწინებული იყო პროექტით და კანონით, იქ დიდი ალბათობით მსხვერპლი არ იქნებოდა. მინიმუმ დროს მისცევდა ადამიანებს ევაკუაციისთვის. და იქ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ეს არის უკვე შემდგომი დაგვიანებული რეაგირება, რომელიც აუცილებლად კვალიფიცირდება როგორც მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი გულგრილობა, ისევე როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, რომელიც ინფორმირებული იყო ამ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებაზე, გოჩაიანუქიძეს გულისხმობ და აქვე მე მინდა ჩვენს საზოგადოებას ბოდიში მოუხადო ამ ადამიანის გამო, რომელიც 2008 წელს მე მოვიყვანე პოლიტიკაში და ძალიან მაწუხებს ეს უდიდესი შეცდომა ხუთიანი ნომერი რომ იყო მისი საარჩევნო ნომერი ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი კიდეც პირდაპირ ჩართვა მქონდა თუ არ ვცდები. ანუ ორი ამბავი ის რაც დღეს საქართველოში როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი. ხო და აბუდაბის ერთ-ერთი მთავარი გზა. და ანუ გავაგრძელო ამბავი ის არის რომ კორუფცია კლავს სინამდვილეში სისტემური კორუფცია კლავს რაჭაშიც, გურიაშიც, სამეგრელოშიც, თბილისშიც და მეორე ამბავი ეს ადამიანები, რომლებსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება და თავის ეძახიან მინისტრებს და ასე შემდეგ, თუმცა არ აღიარებული ხალხი არიან როგორც გარედან, ასევე შიგნით, ხომ? ესენი არ თვლიან თავს ინგა ანგარიშვალდებულად თავს ხალხთან. იმიტომ რომ ხალხს ისინი არ აურჩევიან. ხალხს ისინი არ აურჩევია, თუმცა ძალადობრივი გზით მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ამიტომ ანგარიშს არ ჩააბარებენ ხალხს, მოთხოვს, რა პრობლემა არის, ხო? იძახიან კიდეც მოთხოვა გადნება. ეს დნობაც გაზაფხულზე და ზაფხულში სერიოზულ პრობლემებს გააჩენს და აქვე შეიძლება დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ ესენი ამ ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ამ მიტაცებულ ხელისუფლებაში და არ მოუწევთ გაზაფხულზე და ზაფხულზე იმის კეთება, რომ ისევ ნაპირსამაგრის სამშენებლო პრევენციისთვის გადაწყვეტილებები მიიღონ და მოკლედ და დავასრულებ, მე მგონი გამიგრძელდა თუ არა. მთავარი კიდე ერთი საკითხი ის არის, რომ
როდესაც ჩვენ რაჭის მაგალითზე ვამბობდით, რომ კორუფცია არის, ხო, იგივე ამბავი იყო თბილისში, როდესაც შემოუღობელ, ანუ სამშენებლო ობიექტი, სადაც არ იყო შემოღობილი, იქ ახალგაზრდა ადამიანი ჩაირჩო. ასევე გვახსოვს თბილისის ტრაგედია ვაკის პარკში ბავშვების, ხო? და გამოსავალი, როდესაც ახლა ჩვენ შეიძლება ყველამ ამ ხელისუფლების და მათი წარმომადგენლების შესახებ საზოგადოებამ და ჩვენმა მაყურებელმა ჩვენზე უკეთ იცოდნენ, რაც უდი ხალხი არიან ისინიც და რასაც იმსახურებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე რას ვაკეთებთ ჩვენ ყველა იმისთვის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს. ეს მე სხვა დროს ვისაუბროთ, ეხლა მათი საქმიანობის განხილვის დროა. აი რატო და პოლიტიკურ გამოსავალზე სხვა შემდეგ გადაცემებში სიამოვნებით ვისაუბროთ. აუცილებლად მაშინ დავასრულებ, ანუ როდესაც ჩვენ ვამბობდით, ხო, აი სტიქიური უბედურებების ან მესიჯებიც მოდის, ხო, პრევენციულად შესაძლებელი არის, რომ იცოდე თქვა რომელ კონკრეტულ რეგიონში ნალექია თუ წყალდიდობა თუ ასე შემდეგ. მე თვითონ ჩემი გუბერნატორობის პერიოდში ერთ მოკლე მაგალითს მოვყვები და ამით დავასრულებ. 2005 წლის ზამთარი იყო, როდესაც დიდი მოთოვა, ეხლა რაჭას არ უყვირს თოვლი, მაგრამ ამავდროულად ტექნიკის შესაძლებლობა პრაქტიკულად იყო მინიმალური. ახალი შესყიდული ყავდა რაღაც 20 ერთეული განაწილებული და აღმოჩნდა ისე რომ ესე იგი გზა ჩავკეტეთ, ანუ პოლიციამ პიკეტი გააკეთა ამბროლაურის გასასვლელში, მაგრამ იყვნენ ადამიანები იმერეთიდან გასვენებაში, რომელმაც მოიტყუეს და თქვეს, რომ მივდივართ ნიკორწმინდაში, ხა ვიცი რაჭის გეოგრაფია იცის, მივხვდებით რომ ნიკორწმინდის მერი არის ნაქერალა. ნუ გაატარეს და რაღაც დაახლოებით 1 საათში ჩაიკეტნენ 6 მანქანა ამ მცირეწლოვანი ბავშვებით და ეხლა ვის ქონდა რომელ გამგებელს მიცემდით დაძინების შესაძლებლობას, როცა ვიცით რომ სტიქია შეიძლება მოხდეს, ან რომელ საკრებულოს თავმჯდომარეს, თან იმ პირობებში უკვე ჩვენ ოპტიმიზაცია ჰქონდა გაკეთებული და მთელი გუბერნიის შემადგენლობა იყო 16 ადამიანი. და წავედით, ხო, თავისთავად საგზაო სამსახურები, გამგები ყველა აბსოლუტურად ნიკორწმინდაში და ნუ ერთი ტრაქტორი, რომელიც ახალი იყო, მუშაობდა, რომელსაც ელეოდა საწვავი. ანუ 3 საათის განმავლობაში მუშაობდა და იმდენად ძლიერი ცუდი პირობები იყო, რომ ერთ ერთი ტრანსპორტი ვერ მიდია, ნუ წავიდა რაღაც ნივა გააგზავნეს იმ დროისთვის ეს ითვლებოდა რაღაც მაღალი გამავლობის მანქანა. მეორე მე ვერც ერთი ვერ მიდიოდა, ანუ როგორც კი ანუ გაჭრიდნენ თოვლი ისეთი ნალექი მოდიოდა, რომ შეუძლებელი ხდებოდა გზის ხილვადობა. და გადავწყვიტეთ, რომ მე თვითონ წავსულიყავი, ჩავისვი გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილე და მე თვითონ დავჯექი საჭირს და ეს საწვავები ჩავაწყეთ ჩემს ავტომობილში და წავედით და ნუ ამბავი ისეთი არის, რომ ესე იგი მიდის ამ ორ მანქანას კი გავწდით და მივდივართ, ანუ უფრო სწრაფად, მაგრამ ძალიან ჭირს რამოდენიმეგან შევარდით წინ უკან და რომ მივუახლოვდით ის ერთ მომენტში გაჩერდა მანქანა, შევარდით ისეთ ადგილზე და ჩაიშალა გადაცემა და კოლოფი. ვეუბნებით ახლა რომ გამოვიდეს ეს ტრაქტორი იქნება აქამდე მოვიდეს, რაღაც კილომეტრ-ნახევარი რჩებოდა. მობრუნდა, რა თქმა უნდა, ჩაისხა ეს საწვავი, გააგრძელა, ღამის 3 საათზე ეს ადამიანები ჩამოიყვანეს, მაგრამ ჩვენ დილის 9 საათამდე ვერ გამოგვიყვანეს. მადლობა. ხო, ანუ აქ დამოკიდებულების ამბავიც არის. მე არ ვეთანხმები იმას, რომ ეს ხელისუფლება არის უნია თუ არ შეუძლია, ზუსტად იციან რა უნდა გააკეთოთ, უბრალოდ არ თვლიან იმ ფულის დახარჯვას მიზანშეწონილად იმისთვის, რომ მე მოსაპარი აღარ დარჩება. აი ეხა ამ თემით მინდა ზუსტად ბატონ ბესოსთან რომ გადავიდე.